გამარჯობა. ისევ კეთილი ოქრენ დაგმოვეძებო ლავში. დღეს არის 31 დეკემბერი, ღამის 9 საათი და უნდა შევფუთოთ საჩუქრები, რადგან ვერ მოვასწარით საჩუქრების შეფუთვა. სალომე სამზარეულოში აკეთებს ხაჭაპურს, როგორც აღარ გინდა? მინდა რომ არ გინდა. ბაჟი უნდა გააკეთოს და ხაჭაპური, როგორც დაოჯახებულმა დიასახლისმა. და მე შემიძლია დავსკბე ჩემი საჩუქრების შეფუთვით. საჩუქრებს დღეს რო შევფუთავთ, რადგან ძალიან გვეჩქარება და მხოლოდ იმათ საჩუქარს შევფუთავთ, ვინც ერთად ვხვდებით ახალ წელს და გადაწყდა რომ ახალ წელს სალომესთან და ნიკასთან ვხვდებით, ამიტომ ოჯახის წევრების საჩუქრები შეიფუთება დღეს მხოლოდ. მეგობრების და ახლობლების საჩუქრებს ნელ-ნელა შევფუთავთ ხვალზე და ვის როგორც ვნახავთ იმის მიხედვით, რადგან დღეს სამწუხაროდ არ არის ამის დრო. საცივი ჭამა ამ წუთას სანი. დაგიბრუნდით, დღეს არის უკვე 2 იანვარი. გუშინ პირველში არაფერი გუკეთებია განსაკუთრებული, მთელი დღე ვიყავით სახლში, მე ვიყავი სალომესთან, მერე მეწავედი ჩემთან სახლში, სალომე და ნიკა წავიდნენ სტუმრად, გვიან დაბრუნდნენ და დღეს სალომე მითხრა, გამოდი ჩემთან გავაგრძელოთ საჩუქრების შეფუთვაო, ჩვენს მეგობრებს გვინდა რომ გადავცეთ. მაგრამ სალომეს და ნიკას მოუწიეთ, ნიკას მშობლებთან წასვლა, ამიტომ მე ვარ მარტო სალომესთან და ნიკასთან სახლში და აი ამაზე გიჟდები. ეს შესაფუთი სალომე მიყიდა ჩემი დაბადების დღისთვის და ამაში შემოვიდა საჩუქარი და ძალიან მომწონს და ეხლა მოდის ჩვენი მეგობრის დაბადების დღე და სალომეს ამაში შეუფუთავს მისი საჩუქარი და ძალიან მომწონს და ლამაზია ბიბუში იყიდება ეს შესაფუთი თუ მოგწონთ. რაც შეეხება ეს შესაფუთი და ეს შევიძინეთ უსკში. ხოლო აი ეს რომელიც უკვე ცოტა დარჩა, 2 შევიძინეთ, მაგრამ მაინც არ გვეყო. ეს შევიძინეთ სითიმოლში არის პირველ სართულზე. საჩუქრების შესაფუთი ყუთი და იქ ადგილი და იქ ფუთავდნენ და მოგვეწონა და ვიყიდეთ, თუმცა აღარ დაგვრჩა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა იყო და სამაგიეროდ ესენი არის ძალიან ბევრი. და ეს რომელიც მე მგონი 2 წლის წინ ვიყიდეთ, ძალიან ბევრი გქონდა და ეს ნაწილი კიდე დარჩა. ხედეთ რა სილამაზეა. ეს ვიყიდეთ ბიცოლა ჩვენს, დავინახეთ თუ არა, ვიფიქრეთ რომ უნდა მოსწონებოდა და რაღაცნაირად მასთან ვაასოცირებთ მე და სალომე, რაღაცნაირად მგონია რომ ესეთი ღიმილი აქვს სახეზე, როდესაც სხვა ადამიანებს ჩუქნის თვითონ საჩუქრებს. ხო და რადგან ეს დამჭა ძალიან პატარა და ძალიან მომწონს ეს შესაფუთი, მინდა რომ ამაში შევფუთო. ეს არის ხელნაკეთი. სითიმოლში ვიყიდეთ პირველ სართულზე, მგონი და უმედია კარგად შევფუთო. ხო და 2020 წელს დავწუნდი იმაში, რომ არავის ცხოვრება არ არის იდეალური. ჩვენ სოციალურ ქსელებში ბევრ ამას ვაზიარებთ, თუმცა არის ხშირად ბევრი პირადი მომენტები, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვაზიარებთ, რადგან არის რაღაცები, რაც ჩვენთვის უნდა დავიდალოთ. ეს იქნება პირადი ურთიერთობები, პრობლემები და ასე შემდეგ. და ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ
რადგან სხვა ადამიანი თავის პრობლემებს არ საუბრობს ესე სოციალურ ქსელებში და საჯაროდ, თითქოს მას აბსოლუტურად დაალხენილი ცხოვრება აქვს და არავინ არ იცის ვის ცხოვრებაში რა ხდება და განა იმიტომ რომ რაღაცას იტყუებიან სოციალურ ქსელებში. არა, უბრალოდ არ არის ამის ადგილი რომ ამას რაღაც თემებზე ისაუბრო და ყოველთვის ჯობია რომ დავტყვეთ ჩვენი ცხოვრებით, ვიყოთ მადლიერები იმისით, რაც გვაქვს, არასდროს არ შევიდაროთ არავის არც გარეგნულად, არც ბედნიერებით, არც მატერიალური მდგომარეობით, არც კარიერული წარმატებით. ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრება, ყველას გვაქვს ჩვენი ბედნიერი და რთული პერიოდები და სჯობს რომ დავაფასოთ ჩვენი ცხოვრება, ბევრი ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ბედნიერები და უფრო წარმატებულები და სხვა ადამიანებსაც მხოლოდ დადებითი გავუგზავნოთ სოციალური ქსელებით, ვიდრე რაღაც ბოროტული კომენტარები შეიძლება ეხა. შეიძლება ბედნიერი იყოთ და მე შეიძლება რაღაცნაირად რაღაც საკითხში უკეთესად ვიყო, რაღაც საკითხში თქვენ იყოთ უკეთესად და ასე შემდეგ. ამაზე იმიტომ დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრი ესეთი გესრიანი კომენტარი ვიკრიბ ხოლმე TikTok-ზე, მე TikTok-ზე არ ვაქტიურობ, მაგრამ თქვენ შეხვდებოდით ხოლმე. შეუძლებელია გამოგრჩეთ. ეს როგორ შევფიქრებთ? ერთ დღეს იმედია მე ვიქნები პროფესიონალი საჩუქრების შემფუთველი, აი როგორც სტენდებთან ფუთავენ ხოლმე გოგოები და მაგრად შევფუთავ ხოლმე საჩუქრებს. არ ვიცი და იმედია მე ჩემთან მოხალთ და შეგიფუთავთ ხოლმე საჩუქრებს. ეს სულ მინდოდა ეგ. მაგრამ მაგარი დამღლელი კია, თუმცა ყველა საქმე დამღლელია. დაგიმშვიდობებით დროებით და დაგიბრუნდებით და გაჩვენებთ როგორ შევფუთავ ამ საჩუქრებს. მოკლედ 2 დღეა ამ საჩუქრების შებუდოს გაყურებინებს და იმედია არ დაიღლებით. წავედი ტუტორიალებს ვიყურებ. დაგიბრუნდეთ, შევფუთე რამდენიმე საჩუქარი. ნახეთ. მგონი ცუდი არ არის. ესენი არის სანთლები. ორივე ერთნაირი სანთელია, აი ესე გამოიყურება. სალომესაც აქვს და მეც მაქვს ესეთი. ერთ მეგობარს უყვარს სანთლები, მეორე ახალ ბინაში გადავედი და უნდა საახალწლო აქსესუარები. რომ მივედი, აღმოჩნდა რომ ნაძვის ხე რაღაც ესეთი მსგავსი წითელი ქონდა ნაყიდი, არა და ვფიქრობდით რა ეგეთი მწვანე გვაყიდა მისთვის, მაგრამ რადგან ქონდა გადავწყვიტე რომ მასაც ესეთი სანთელი ვაჩუქოთ და პლედი უნდა რომელსაც უკვე ვიღაც განახე. შევფუთე წითელი პლედია და ესეთი პლედი შევფუთეთ მას. გონი ძალიან ლამაზია ეს სანთელი. და გონი შევფუთოთ არ არის ცუდი, იმიტომ რომ თან მინდოდა რომ ეს პრინტი გამოჩენილიყო. ძალიან ლამაზი სახლებია ნაძვის ხით და გონი ცუდი არის. ახლა გავაგრძელებთ ხობს. ეს ესე შევფუთე. ნახეთ. საყვარელია და ლენტას გავუკეთებ მერე ცისფერს. ვინ ძალიან მოუხდება. სალმეს საჩუქარს ეგრე შევფუთე. გავაგრძელებ ახლა და გზადაგზა შემოგიერთდებით ჩემი შესაფუთებით. წელს გადავწყვიტეთ რომ ისეთი საჩუქრები აგვერჩია, რომელსაც ყოველ წელს რომ გამოიხებდნენ დადგამენ გაახსენდებათ თაკო და სალო. იმიტომ რომ მეც მაქვს ეგეთი საჩუქრები. და აი 5-დან ამოვიღებთ არა იგივე მახსენდება ვინ მოჩუქა და ძალიან მაბედნიერებს და ეს ჩანაფიქრი გქონდა მე და სალომესაც. ახეთ ესა რა. ეს ლამაზი მისალოცი ბარათები გვაქვს. Happy holiday. Merry Christmas. Under the mistletoe with you. Share it with me. და საყვარლებია. მე შევფუთვა ვერ დავასრულე, რადგან წერვა აღარ მაქვს და თან ვერ გავიგეს ნაბზოლი როგორ უნდა შევფუთო და დავაუდები სალომეს და იმედია მალე მოვა. სულ ესე მეგობრებო, ჩემი 2 იანვარი ხამე წავალ დავწვევი. დაღამდა. მოვიდა მეკვლე, მაგრამ რეალურად მე ვარ მეკვლე. სალომე ხო ვარ მეკვლე.
იბრალე ხნური. Հակառակ քեզ մեկուլեգին თუ არ գիտեմ։ არა, მე რომ მითხარი. ნიკაიცა. არა, ის არის პირველი იანვრის მეკვლე. ხო და მე პირველი იანვრის მეკვლე ეს არის. ნიკუში არის მეკვლე. სავა. მე ვარ 2 იანვრის. ნურია მეკვლე. დღეს არის 3 იანვარი. პარასკევია. დღეს მუშაობდი მთელი დღე, დაახლოებით 9 საათია ახლა და 10 დაიწყო. ჩემო მეგობარმა მოიწერა, სადმე გავიდეთ და ვიმზადები ხა ძალიან სწრაფად უნდა მოვიმზადო, რომ შევხვდეთ გოგოები და სადმე გავიდეთ. გუშინ საღამოს ვაპირებდით გოგოების ნახვას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და მოვიდა ჩვენ დეიდაშვილი, ცოტა დავიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და მე დავიშალეთ წამოვედი სახლში. ეხლა თუნდაც გავიკეთებ. უცბად გავიკეთებ მაკიაჟი და გავხსნ. მე და სალომემ შევიძინეთ მიშას ეს კუშანი. მე მგონი გაჩვენეთ საჩუქრებს ვფუთავდით. ჩემს მეგობარს ვყიდეთ კიდევ და ძალიან მოგვეწონა, ეს არის 23 ნომერი. ოდნავღიაც მე მგონი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ესეც არ არის ცუდი. 2004 წელი რომ შევაფასო. სასწავლო ჯამში დეკემბრამდე იყო ძალიან კარგი წელი, თუმცა დეკემბერში ძალიან გააფუჭა ყველაფერი. მადლიერი ვარ რომ ვიყავი კოპენჰაგენში ჩემს გოგოებთან ერთად, სადაც ძალიან კარგი დრო ვატარებ და ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, სადაც ვყოფილვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი სამსახურით და იმით, რომ სახლიდან ვმუშაობ და ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, რადგან არ მიწევს ყოველდილით საცობში ყოფნა, ტრანსპორტში ჭყალეტვა და ასე შემდეგ და უკანა გზაზეც იგივე. სადაც მინდა წავალ, იქიდან ვიმუშავებ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით და პროფესიით ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ ნიკა და სალომე არიან ძალიან ახლოს ჩვენთან თბილისში. იმედი ეს წელი იქნება ყოველივე საუკეთესოს წელი, ყველა ცუდი რაც მოხდა დეკემბერში და იმ წელს ზოგადად ყველაფერი დარჩება 2024 წელს და ყველა თქვენს და მეც და მთელი საქართველოც ვიქნებით ბედნიერები, გვექნება უკეთესი და დაწყობილი ცხოვრება, იმედია გვექნება უკეთესი ჯანდაცვა, განათლების სისტემა. და ვუახლოვდებით ევროპას უფრო და უფრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ყველანი ვიქნებით ჯანმრთელები და ბედნიერები. და ყველა დასახულ მიზანს მივახცევთ 2026 წლისთვის. ფუნჯი არ მაქვს. თუ მაქვს ერთად. ჯერ ყოველთვის ხელზე ვისვამ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი არ ამყოს. ვაიმე, რამდენია. ეს მოკავბლენდო ეხა კარგად. ნახეთ რამდენია. ნუ რაც არის ეს არის, რა ვქნა. უში, რომელიც სალომე ჩქა ახალ წელს. ეს არის შანელის ტუში, რომელიც ესე იხსნება. და ძალიან ლამაზია, პაკეჯინგი არის 10-დან 10. სალომეს ეს ტუში უნდა და მე ვაჩქა YSL-ის წყალგამძლე ტუში. ეს ეხლა ოდნავ ფლამფია. ის YSL უფრო ბუნებრივად ჩდება თვალზე, მაგრამ ეხლა მას მოვაშორებ. ერთადაც წარბებს ყოველთვის ჩვეულებრივი ჩათქით. ვივარცხნი, რადგან I'm benefits. To benefit ქვია. ამ benefits როცა ვიყენებ, თუ გადავიდა კანზე, მაქვს ძალიან ცუდად. ამიტომ ესე ვაკეთებ ხოლმე. და ოდნავ ფიქსაციისთვის. და დავჩურჩულებ. პირველ რიგში ყოველთვის ვცდილობ რა ტუჩებზე ვაზელინი წავისვა და შემდეგ ტუჩსაც. იმიტომ რომ ეს უკეთესად ტენიანდება ტუჩები.
მგონი გოგოები მზად არიან და გავიქეთ. რამე რაც არსებობდა იმ პერიოდში. აი, კარგად გახსოვდა. ძირფირად ვიცით ტექსტი. მადლობთ.